დააკავებენ თუ არა ვლადიმერ ბედუკაძეს ჯერჯერობით უცნობია, მისთვის ჯერ პოლიტიკური თავშესაფარი არ მიუციათ მისმა ადვოკატმა. დღეს ბელგიის პროკურატურასა და სასამართლოში სარჩელი შეიტანა მიხეილ სააკაშვილისა და მთავრობის სხვა წევრების წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ბედუკაძემ 18 სექტემბერს გაავრცელა პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი ვიდეო მასალა. გდანის საპყრობილეში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეო მასალის ავტორ ვლადიმერ ბედუკაძეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. ინტერპოლის ოფიციალურ ვებგვერდზე ვლადიმერ ბედუკაძის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია დაიდო, მისი მახასიათებლებითა და ფოტოსურათით. პრეზიდენტის პირადი დაფერთა და დავალება იყო, რომელიც ოპერატიულად არასდროს არ ყოფილა ეს პირში ძებნა გამოცხადა ინტერპოლის საქმეები აკეთებდა. ეფისულია გარჩევა ჩავამიყარდა აგარიერების ჩვენება და რომ ეს თანასწორობა ინტერპოლის ვებგვერდზე წითელი ცირკულარით ძებნის მიზეზად სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფაა მითითებული. გდანის მერვე საპყრობილის ყოფილი მორიგის ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია. მან რამდენიმე პრესკონფერენცია ბელგიაში გამართა. ბედუკაძე აცხადებს, რომ მის ოჯახზე, რომელიც თურქეთში იმყოფება, ზეწოლა მიმდინარეობს. Când și eu tot pentru psihologie de la iknela, la როგორც ერთი სულია ჩამიგდოს წელში აკია. ეს კვირაში გამოაცხადა ცირკულარიზებნა პირველ პრეზიდენტმა და ვლადიმერ ბედუკაძის ადვოკატმა ბელგიის პროკურატურაში დღეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი, რომლის მიხედვითაც პატიმრების წამების ამსახველი მასალების გასაჯაროების შემდეგ მოწმე ბედუკაძეზე პრეზიდენტ სააკაშვილისა და საქართველოს სპეცსამსახურების მხრიდან უქარა ხორციელდება. სარჩელი, რომელიც დღეს შევიტანე ბელგიის პროკურატურაში, მიმართულია იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებმაც ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული. არ არსებობს ამ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონოდა ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. არის მნიშვნელოვანი ბელგიის პროკურატურამ რომ მიიღო ეს საქმე, ასეთი პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა, ასევე ამ რაანის განმარტებით ის ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს, რათა დასჯილი იქნენ ადამიანები, დამნაშავეები, არა მარტო დაბალი რანგის ჩინოვნიკების დონეზე, არამედ სააკაშვილიდან დაწყებული. ვლადიმერ ბედუკაძის ადვოკატი ანალოგიური სარჩელის შეტანას უახლოეს დღეებში საქართველოს პროკურატურაშიც გეგმავს. როგორც ადვოკატი ამრანი აცხადებს, სარჩელი ავტომატურად აჩერებს ინტერპოლის ძიების პროცესს.